დილან შვიდობისა ჩემო მეგობრებო, როგორ ახართ? ხომ ხართ? ყველანი კარგად, მოგესალმებით, დიდი სიყვარულით. ძალიან ცხელა დღეს. ძალიან მაგარი სიცხეა. ჯერ დილაა და რა მაგარი სიცხეა და მე ალბათ ამოვიწვევით. მე ხომ გუშინ თქვი მეგობრებო, რომ მინდა რომ ყვავილები ვიყიდო მეთქი. და თუ დრო ვნახე გავა რა უნდა ამას? თუ დრო ვნახე გავა მეთქი. ხო და გუშინ ვერაფრით ვერ მოვახერხე. აბარა და გავასწორო აბარა საქმე და ვეღარ მოვახერხე და ვერ გავედი, ხო და დღეს სანამ რამეს დავიწყებდი, უცებ გავარდი 10:30 იყო საათი. ვიფიქრე იქნებიან მოსულები მეთქი და რამეს შევარჩევ მეთქი. გავარდი. გუშინ ხომ თქვი რომ ყვავილებზე მინდა მეთქი გასვლა. გუშინ ვერ მოვახერხე და დღეს გავიქეცი. და მომყავს 2 ცალი ყვავილი. მომიყვან სახში გაჩვენა. ვიარე. ხო და მე რაც მინდოდა ერთი ყვავილი კიდე, მეორეც ნახოთ აბა თქვენ როგორ მოგეწონებათ, მე კი მომეწონა, მაგრამ ხო და მე ერთ ადგილას ნახე ქალბატონი, რომელმაც დამკვირდა სამშაბათსო მექნებაო, სხვას უნდა გავუყიდო ყვავილებიო და ეჩქარებაო, ფული ჭირდებაო და ძალიან იაფად გავყიდიო. შემომიარეო, შენო იქით სამშაბათიდანო და ნახე რა ფასებში მოგცემო და ძვირი არც ახლა არ მიმიცია, მაგრამ ნახოთ ერთი მერეც გავივლი და კარგი მეუთხარი მოვალდა. თუ იქნება ასე იაფად რასაც მეუბნებით, ერთ-ორს მაინც ავიღებთ და კიო დაგიმახსოვრე შენო და აუცილებლადო მოგცემო ძალიან იაფათო, ისე რომ აქ ვერსად ვერ ნახავ. მე ხა ცარიელი ვარ წამოსულიყავი, წამოვიყვანე ჩემი დედოფლები. აი ნახეთ, რამხელა და როგორ მინდოდა ეს. ამის ენერგი ვერსად ვერ ვიპოვე რა, ბევრს აკახლეს ყვავილი უკვე, მაგრამ რა ვიცი, ენერგიის გაკეთება ამისთვის ამისი ცოტა ძნელიცაა და თან ვერ მოთხოვ რა ადამიანს ერთი ენერგი თუ გაიკეთა, მასაც შენ ხო ვერ მოთხოვ. ხო და ძალიან მინდოდა, ძალიან და მოვიყვანე და მეორე გაჩვენოთ. აი მეორე რომელია? და იმდენი გიმო აქ თეთრი ფოთოლია, ყვავილია მომითხრა და რა ვიცი. ყვავილია თეთრი თუ ფოთოლი მოდის ასე თეთრი და მე მწვანდება, ეგ არ ვიცი. ყვავილს არ გავს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ბევრი ამონაყარი აქვს. ხო და ეგეც ძალიან მინდოდა და მეორე რომელი მინდა კიდე ვიცით, თეთრი კალებს რომ იმაშვება. იღებს. ძალიან ლამაზია, აი ნახეთ როგორია. ძალიან ლამაზი. ეს ორი ყვავილი ძალიან მინდოდა, ძვირიც არ მიმიცია. იაფად ვიყიდე. 10 ლარში მომცა იმ ქალბატონმა დაგეკლეფო შენო ძალიან გინდა გატყופო და წაიღეო, არ არის პრობლემაო, ჩემი გამოყვანილია და მოგცემ აქ ფაშიო და სხვის აღებულსო ვერ გავყიდი მასე დაბალ ფაშიო და ამისი დიდი ქონდა, მაღალი იყო, 40 ლარში რა ლამაზი იყო. 40 ლარის მიმცემი ნამდვილად არ ვარ ვიყიდი პატარას და გავსდი მეთქი და თან ნორმალური არის რა, არ არის პატარა. მინდოდა ეს ორივე ძალიან და თან ეს მერე ოთახში ისე მინდა დავდო, ამას უყვარს ზამთარში სახში ყოფნა და ცოტა განათლება ხო
მე იქ ისე მითხრა რომ არ არისო პრობლემაო, ეხლაც გადაარგე თუ გინდაო. მე რომ ეზოში მოვედი, აქ ჩვენთან მაღაზიაში მეზობელია, მაღაზიის მეპატრონე. მითხრა რომ ის არისო არ გადარგო, ესო მეც რა ძალიან მიყვარს ეს ყვავილიო, ვიყიდეო, მეც ახლა ხანსო და არ გადავგეო, უცდიო და შემოდგომისკენ გადავგავ, მანამდეო ეს მათ მიწაში იყოს ასე გამზადებული და კარგად დაფესვიანდება, უფრო კარგად მოიდგამსო ფესვებსო და მერე გადარგე შემოდგომისკენ, ცოტა ამაზე თითქოთანშიო, ძალიან დიდში არ ჩარგო და კარგი მევთხარი რა, კარგია, მასწავლე მეთქი და მასეც მოვიქცევი მეთქი. მე გეტყვიო თქვენო, გეტყვიო როდის უნდა ჩარგო და მაშინ გადავგოთო და მეო მიყვარს ყვავილებიო, ვუვლიო, მაქვსო და თქვენს გასწავლით რაღაცეებს. თლა კაი მევთხარი გავიხარე, მითხარით შეგეკითხებით მერე შემოდგომისკენ მეთქი და ნახოთ აბა ძალიან მინდოდა და გავიყვანო ახლა აივანზე ჩემი დედოფლები და დანარჩენ ყვავილებს შევუერთო. არ გადავგავ მაშინ ჯერ. იქით თან არ არის ძალიან მზიანი, დილას 1 საათი შემოივლის მზე და მერე არ არის და წავიყვან ახლა ამას იქით. ეხლა არის მონათებული მზე, თორემ მერე არ არის და ეს მზეზე კი იცით როგორ იხუჭება ფოთლები. ეგეც მალე ამიყვავილდება, ერთი იქ მაქვს, ერთიც იქ დავდია ჩემ ქმარს კარის გასაჩერებლად, ეს ალოე სამკურნალოც არის და მინდა გავზარდო. ამასაც ამ დედოფლებსაც მივხედავ კარგად. ქოთნებიც მაქვს გამზადებულიც, ეს კარგი მიწა მოვიტანეთ. ესეც უკეთესად არის, ახალი ამონაყარები აქვს და მე ამ ძველებს მოვაჭრი და ახლებს ამოიყრის და დაიბუჩქება. ასე რომ ეხლა ისე ვერ გამოიყურებიან და გამზეა მინათებული. ამას მე მივხედავ. არა. გავგავეცა და მე მივხედავ იმას ზე რომ გადავა და იქ კიდევ მინდა შემოვალამასო რაღაც ისე გავაკეთო და უფრო ლამაზად რომ იყოს. დანარჩენი კი იცით, ჩემი ბედნიერების ხე, ჩემი ჩინური ვარდი და ჩემი ორქიდეა. და მინდა რაღაც კიდევ 2-3 მაქვს ძალიან რომ მომწონს. და იმ მეზობელმაც თუ მომცა, უკვე საკმაოდ ამიგროვდება და ბინაში ძალიან ბევრსაც ვერ გაახარებ. ყველას თავისი ადგილი რადგან. ასე რომ მეგობრებო, თუ მოინდომებ, აი დილიანად გავვარდი და კი მოვიტანე 2 ცალი ულამაზესი ყვავილი. იმედია გავახარებ კარგად. წყალი დავუსხე, მეტი არაფერი არ უნდაო, სასუქიან მიწაშიაო და რაღაც ტორფიან თუ რაღაც მიწაში არისო და მეტი არაფერი არ უნდაო, წყალიო და გაიხარებს, დაფესვიანებულია კარგად და იმერც იმდენი ამონაყარი აქვს, რომ დაფესვიანებული იქნება, რა თქმა უნდა. ეგეც მინდოდა სულით გულით და გავაკეთე. ასე რომ ადამიანი თუ ისურვებ, რასაც გააკეთე. უნდობებაა მთავარი. აი 10 საათისთვის უკვე სახში ვარ. ახლოსაა ჩემთან. ახლა ვარ სახში, მოვედი სახში. ისე ცხელა ამ დილიანი. ისე ცხელა რომ მოკლედ რა ვიცი. დილას რაღაცა მოვასწრა, თორემ შუა დღეზე აქ გაჩერება და საჭმლის კეთება არის კატასტროფა ამ ოთახში. ეხლა დილიანად მოვაწყებ სახლის დალაგებას, მივხედავ ყველაფერს, თორემ დღეს საჭმელი გვაქვს, ტოლმა გუშინ ტვინი ავხადე მეგოიმ მაყურებელსაც და ჩემთანსაც. კარი დავხურო, ძალიან კარია, სკვაზნია. კოფე არ დამივედია, გიგამ გაიღვიძა ეხლა ჭამს და მე კოფეს თუ მოისურვებს ერთად დავლებთ, თუ არა და მე აუცილებლად მინდა კოფე უკვე გავიძრებ.
ჯერ ადრეა, მაგრამ სანამ გიგაჭამს და გეკიმოვა თითქმის გადაცდება და 11-დან 12-მდე კილსვამ ყავს. დღეს მაგ სახლის საქმეები ძირითადად კიდევ რაღაც სარეცხები რაღაცები მაგ დავალაგო და მეტი ჯერ გეგმაში ისეთი არაფერი არ მაქვს მეგობრებო, ჯერ ეს ყვავილები იყო, ახლა სახლს ავალაგებ და ნახოთ აბა მე რას გავაკეთებ. ისეთი კარგი ქალბატონები ყვავილებს მოგიძნენო. მე უთხარი ახლა იმას, რომ ბევრი კი არ მინდა ეთორს ვიყიდი მეთქი და მოვა მაგ სამშაბათის მეც მეთქი და არ არის პრობლემაო, შემომიარე და იმაქსოვეო და მეო მოგცემ შემო ძალიან დაბალ ფასად. შემოწყობა ძალიან ამინდოდა და თანძვილია, მართლა ძვირია. 25 ლარიდან იწყება ყვავილები. 15-შიც არის, მაგრამ როგორ იცი, ადრე რომ იყო. ასე ვეძახდით იმას. კალა დამავიწყდა. ადრე სულ ადრე რომ იყო ისეთი ყვავილები 15 ლარებიდან ამხელები ძალიან ძვირია 25 40 გააჩნია ყვავილის ახალი და თანამედროვე ყვავილები ძალიან ძვირია და ადრეიდან მოდის და კაქტუსებია იაფი დაბალი პატარა კაქტუსებია იაფი მაგრამ კაქტუსები დიდად არ მინდა რა ვიცი ერთი მაქვს გლობუსას ხომ იძახიან და ისე ძალიან ლამაზი ყვავილები მაგას აქვს, მაგრამ ერთხიანი აქვს მაგრამ. ხო, კიდე ის იები ქონდა, იები მინდოდა, მაგრამ რამდენჯერაც მოვიტანე, იმდენჯერ გამიხმა და სახლში მე და არაო, გახმება, კი ვიცი იები რომ შემოდგომაზე კვდება და მე გაზაფხულზე ამოდის, მაგრამ მე ბოლქვიც ვეღარ ნახე შეგნით და არაო, იქნებოდა ბოლქვიო, შენო მიწიანად გადაყრიდი მაგასო და არ ქონდა მე უთხარი ბოლქვი და რა ვიცი და ძალიან მომინდა ესე მეტი და ისეთი გადაშლილები, ისეთი დიდები იყო, ისეთი სილამაზე იყო, რომ არ ვიცი. მომინდა, მაგრამ ამის გამო რომ ბევრჯერ კიდე ჩემმა მაზლის ცოლმაც მომცა, მაგრამ ვერა და ვერ გავახარე. გამოიღო აქ ყვავილები და მე ისე მოვდა. იმიტომ რომ მაგას უყვარს ფანჯრის რაფასთან დადება და პირდაპირ მასთან ან კართან დადება. მას ერთი ადგილი არ მაქვს, რომ დავადო. გარეთ მაქვს ფანჯრის რაფაზე, მაგრამ რა ვიცი, გაიხარებს თო არა და ძალიან მომწონს ჩემი სახელის ყვავილები. ძალიან მომწონს ესე, რა ვიცი, შეიძლება ერთი ვიყიდო და ნახო. თან რამდენი ყვავილები მოქონდა იას და იებს და ერთს რომ გავახარებდე ხო, მე გავამრავლებ მეც და ან შეიძლება ვიყიდო ერთი ცალი და ვნახო აბა რას მიზან. ნახავ იქით სამშაბათს. მე მეგონა რომ აქ თვითონ გამოყავთ და ყიდიან მეთქი და ჩვენიც ყავსო, მაგრამ სხვებისგანაც ვღებულობთო და მეეო ის ცოტა ძვირად ყიდით, რა ვქნათ აბაო, ხომ და დავამატო მეცოდა. რა ვიცი, თუმღაც დავიწყე და მინდა რომ ყავდეს და რაც ყავს ამდენი ხანია ხო, ისეული რომ რა ვიცი მართლა. მე აქ მეზობელი მყავს ქვევით, გამწვანებაში მუშაობენ და მაგან მომცა რაღაც სითხეა, სულ ცოტა წვეთი უნდა ჩაასხა წყალში გააზავო და მე ის უნდა დაუსხა ყვავილებს. რა ქვია და იგი არ ვიცი, ბოთლში გადმომისხა სულ ამდენი, შენ გეყოფაო, აი ისო და უამრავ ყვავილს შეწამლავსო და ისა მაქვს ეს კიდე და მაგასაც რუსხან ყვავილებს. კიდე მასწავლეს კალცი მასწავლეს, მაგრამ კალცი არ გამიკეთებია და ვაკეთებ ხშირად კიდე კვერცხის ნაჭურს. კვერცხს რომ
მოვიხმარ მაგალითად იმ ნაჭუს დავტეხავ არ უნდა მოხარშულის არა ისე კვერცხი და იმას კალციც აქვს და თავისი იგიც აქვს მოუყოლი შიგნით მიწაში შეუღებ და ამასაც უკეკი მართლა კაია თუმცა მინდა ასე და ვნახოთ აბა რა გამოვა მე როგორი ყვავილებს გავსწრებ დღეს ყვავილების დღე მაქვს ასე ვთქვათ გიგა აბანოშია და მოვასწრებ ახლა ვიდეოს ჩაწერას რომ მე მივხედო მას ხო იქ დამავიწყდა მეჩვენებინა იქ ვინც ნახეთ აი ყვა იმას მაძვირით რომ მქონდა გამიხმა ის გახმა და ამოვაღებია ჩემ ქვას ამოშენებული ქონდა იქ და იგიც მოვაშლევიე მე ჩემი აკოთნებით დავდო და მქონდეს და ხან შევიტან ხან გამოვიტან და მასე გავახარე არ მინდა იმ ამოშენებულში აირანზე ისედაც მეშლი და ძლის გავდიოდი გადართული ვარ ეხლა ყვავილებზე მე მინდა გორგეაში ვიყიდო მიწა და გამოვცვალო ჩემ ყვავილებს შემოდგომისკენ ალბათ ჯერ არ უნდა და იქ მაინც სხვანაირად გაზარებულია ორქიდეას რომ გამოვცვალე და გორგეიდან მოვიტანე ნაუცბად გაიხარა დიდი დროც არ დაჭირვებია რა გორგეიდან რომ მოვიტან უფრო კარგად მიქნება ყვავილები უფრო გამოცოცხლებული ორი რო გაჩვენეთ თეთრი გენი რო ქონდა შიგნით ყვავილებს თეთრი ფოთლები მაგაზე მითხრეს ესო კაცის ბედნიერება მე ვთქვი კაცის ბედნიერება რომ იმაკა ხო ჩემი ბედნიერებისა არ უნდა წევიღო მეთქი ხოდა კაცი რომ ბედნიერი გეყოლება შენც ბედნიერი იქნებიო ასე მითხრეს რაზე გეტყვია ხოლმე კაცის ბედნიერებას თუ იყო ყვავილი არ ვიცოდი უთხრა ერთი ამირას ნახე რა ყვავილი მოგიტანე აწი სულ ბედნიერი იქნები მეთქი მახსოვრებ მე ყვავილების სახელებს ასე ზოგიერთს კი მაგრამ ასე ყველა ყვავილის სახელები ვიცოდე ნამდვილად არა ის იასამნისფერი რომ გაჩვენეთ იმასაც სახლის ბედნიერება ქვიაო და რა ვიცი კარგით მეგობრებო ახლა გიგას მიხედავ და მე შემოგიერთდებით თუ დრო დამრჩა ისევ გადავიღეთ ამის ამომა თუ არა და საღამოს ნახოთ ახლა გაერთი